ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. მისი კანდიდატურა მოულოდნელი არ ყოფილა. განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები პრემიერმა არაერთხელ გამოხატა. ივანიშვილმა ის ყველაზე სამაგალითო მინისტრად მოიხსენია. მარგველაშვილი არის ინტელექტუალი, ჩემი მეგობარია და არ მალავდა ვამაყობ, ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა, ძალიან წესიერი კაცია, უწესიერესი კაცია. მარგველაშვილის კანდიდატურამ ზოგი გააკვირვა, რადგან მარგველაშვილი სხვა სავარაუდო კანდიდატებთან, მაგალითად ალასანიასთან შედარებით ნაკლებად გამოცდილი და რეიტინგულია. მარტში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარგველაშვილის, როგორც განათლების მინისტრის საქმიანობა დადებითად რესპონდენტების 29%-მა შეაფასა. ამ საკითხზე ოპონენტებმაც გაამახვილეს ყურადღება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის სურვილია კოალიციას სუსტი კანდიდატი ყავდეს, რომ ძალაუფლება არავის გაუყოს. ის წარსულში აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებებისთვისაც გააკრიტიკეს. ჩვენ ვართ პოლიტიკური სისტემის ნაწილი, რომელმაც წელიწად ნახევრის წინ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები. ხო, ეხლა ხო ძალიან სიგიჟეა, ხო? რუსეთთან დაკავშირებით ოპონენტებმა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისას ჟურნალ ლიბერალში გამოქვეყნებული წერილით შეახსენეს მარგველაშვილს, სადაც ის ივანიშვილს რუსეთის ხელისუფლების ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედების მშვიდობიან და პოზიტიურ ვარიანტად განიხილავს. ოპონენტებმა მას ნინო ბურჯანაძესთან კავშირებით შეახსენეს. საზოგადოებას ახსოვს, რომ ბატონი მარგველაშვილი იყო წლების განმავლობაში ნინო ბურჯანაძესთან, ესე იგი პუტინის დეკლარირებულ მოკავშირესთან აფილირებული პიროვნება. მე თუ არ ვწდები, იგი დღესაც წარმოადგენს ნინო ბურჯანაძის ფონდის ერთ-ერთ თანამდებობის პირს. ოპონენტები მის საქმის მიმართ დამოკიდებულებასაც აკრიტიკებენ. ახსენებენ განცხადებას, რომ ივანიშვილი მას კარგად ექცევა და როგორც ვიცე-პრემიერს დამატებით დავალებებს არ აძლევს. მარგველაშვილი, რომელიც ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, პოლიტიკაში მოსვლამდე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო. 90-იანი წლების მეორე ნახევარში კი საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტად მუშაობდა. პოლიტიკურად ნაკლებად გამოცდილ მარგველაშვილს იდეალური პოლიტიკოსი შემდეგნაირად წარმოუდგენია. აი დათოს უსმენდი და ვეთქვი, აი ამ კაცის ჭკუა მომცა. ალასანიას ვიზუალი ლევან გაჩიჩილაძის ისა რა ქვია ჯიგარი და ქართველობა რა ვიცი და იდეალური ოპოზიციონერი სოზარის სინდისი ბურჯანაძის გამბედაობა და საყაჩურის სიმაღლე და ბენდუქიძის ფული და იქნებოდი იდეალური პოლიტიკოსი. თავისი ბუნების შესახებ მარგველაშვილმა ისიც განაცხადა, რომ სიტუაციებს იოლად ერგება. რაღაცა ისეთი ადამიანი ვარ რა ეთყობა რაღაცა პლასტელინივით რა სადაც მიაგდებ იქვე რა ფორმას იღებს. კოლეგები ჯიპადან მას კარგ მენეჯერად და პასუხისმგებლიან ადამიანად ახასიათებენ. სხვები კი მის ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ პოზიციებსა და გემოვნებაზე მიუთითებენ. კრიტიკულ სიტუაციებში გიორგი მარგველაშვილი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და მხოლოდ ის ჩანს ხოლმე მონაწილე მხარის როლში, მაშინ როდესაც მას შეუძლია დელეგირება გააკეთოს ამ თავის პასუხისმგებლობებისა სხვებზე. ვფიქრობ, ის არის თავის ძიების პროცესში. მე ვფიქრობ, მისთვის საკმაოდ მძიმე იქნება ის, რომ იგი აი ამ ფაზაში, მისი ცხოვრების ამ ფაზაში ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის წინაშე დგება. განათლების მინისტრის პოსტზე მისი პირველი გამოწვევა აგრარული უნივერსიტეტის შემთხვევა იყო, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოერთვა, რასაც სტუდენტების და არა მხოლოდ სტუდენტების პროტესტი მოყვა და საზოგადოების ნაწილმა ავტორიზაციის ჩამორთმევა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნია. კიდევ ერთი საკამათო საკითხი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასო დარიგებას შეეხება. ბევრმა მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებისთვის შეაქო, თუმცა იმისთვის გააკრიტიკეს, რომ გამომცემლობების დიდ ნაწილს ფინანსურ დარტყმას აყენებს და სახელმძღვანელოების ბაზარზე ბევრს გაკოტრების წინაშე აყენებს. ერთ ეგზემპლარ წიგნში
ისინი იხდიან 25 თეთრს. უკანასკნელ შემთხვევაში მარგველაშვილმა ყურადღება შრომის კოდექსთან დაკავშირებული განცხადებით მიიქცია, როდესაც პროექტი გააკრიტიკა და როზა ლუქსემბურგის ოცნება უწოდა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ახდენთ, დაგავიწყოთ, მაგრამ შენი ვიზიტები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანა რა საქართველოში. მოგვიანებით მან წუხილი გამოთქვა, რომ მისი კერძო საუბარი კოდექსთან დაკავშირებით მედიის განსახილველი გახდა და განაცხადა, რომ არ რჩევია გუნდის საპირისპირო გადაწყვეტილებებზე განცხადებების საჯაროდ გაკეთება. უფრო ადრე ხმაური მოჰყვა მის განცხადებას ქართული კულტურის ორენოვნების შესახებ. როდესაც ილია ჭავჭავაძე განათლებას იღებს რუსულად, გიორგი ჩუბინაშვილი მუშაობს და გამოცემებს და წერს რუსულად, როდესაც შენთან საურთიერთობო ენა შენ მეზობლებთან ხდება რუსული, ეს არის კულტურის ნაწილი. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შემდეგ მარგველაშვილმა ტრადიციას არ უღალატა და ახალ ამპლუაშიც მორიგი დასამახსოვრებელი განცხადება გააკეთა. ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ კოალიცია და მე მათ ვეტყვით და როგორაც ჩამოუყალიბებთ ქვეყნის მომავალს.